გაგიზიარებთ ტკბილი ბრინჯის ფლავის რეცეპტს მოთუშული ჩირეულით, რაც განსაკუთრებულად გემრიელს ხდის. რა თქმა უნდა, ფანტია ბრინჯს მოვხარშავ, გავასუფთავებ და დავჭრე სხვადასხვა ჩირეულს და მოვთუშავ კარაქში. მანამ სანამ ქიშმიში კარგად არ გაბუთქუნდება. შემდეგ უკვე დაწვრილ ბრინჯს გადმოვიტან თასზე, გადაურევ დაჭრილ ვაშლს, ფორთოხლის ცედრას, შაქარს, ვანილს, მოთუშულ ჩირეულს, ფორთოხლის წვენს, კარგად ამოურევ და გადავიტან გოგრაში, რომელსაც გულს ამოვუღებ და ვაცხობ ხუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთი. რა თქმა უნდა, სრულად არ ჩაეტია გოგრაში, დანარჩენი გადავიტანე ქვაბში, დავაფარე სუფთა ტილო და შემოვდგი დაბალ ცეცხლზე სრულ მზაობამდე. დამიჯერეთ ასეთი ბრინჯის ფლავი ძალიან არომატული გამოდის.